ქუთაისში, სოფელ პატრიკეთში. უბრალო სახლის კარს მიღმა ერთი განსაკუთრებული სამყარო იმალება. ოთახი, სადაც დილა ფუნჯის მოძრაობით იწყება და თითოეული საათი ფერების და ლოცვის სამყაროში ცოცხლდება. მოსახატა ელოდები ემოციურად ვიღაცას თუ მარი მოგაკითხავს იძახის ამას რომ მორჩე გახვიდე უკვე დაკარგული ხარ ახლა ვერ მოძებდი სავიყარ როგორიყავ კარჩაკეთის მიტომ უძახი ჩემთავს ვარჩევთვის შევარდა რომ შევიდება გამივარ მე ადამიანი ხო სარაევო სახში არ ვიყავ ამ ოთახში ხატებს მალხაზ ნიქაბაძე წერს. ადამიანი, რომელმაც 10 წლის განმავლობაში 700-მდე ხატი შექმნა. თითოეული მათგანი კი განსაკუთრებულია, არა მხოლოდ თავისი სილამაზით, არამედ თავისი მიზნითაც. ისინი უფლის სიყვარულით, უსასყიდლოდ მიდის ტაძრებში, ოჯახებში და იმ ადამიანებთან, ვინც მას გულით მიიღებს. მოვიდა შევკვეთი და მეულება ხატი დავწერე რამდენი ხის 500 ლარი 700 ლარი 200 ლარი ცუდავს ვები გადა ფული ხის ხატი ჩემთვის ასია ჩემგან მოხდა არ მინდა არავის არაფერი არ ვაკეთებ ჩემ ფუნქციაში მაგრამ არ შედის საერთოდ მოთოხლი მიწას მოვიწევ რაღაცას გავყიდი გაჭვევი და გავუკეთე და ვაჩუქე მიკვის ჩემი თავის ხო ჩემი გაკეთებული შესრულებულია ყველაფერი მაგრამ ამდენი დეტალი ამდენი ენერგია უფლიდან უფალი მასოსმე შვიდებს ხატებს ბავშვობიდან წერდა. მისთვის ეს ინტერესის და ოცნების დასაწყისი იყო. მას შემდეგ კი, რაც მისმა ძმამ ტაძარი ააშენა, ხატწერა მისთვის ყოველდღიურ სრულყოფილ საქმიანობად იქცა. დღეები და ღამეები ფუნჯსა და საღებავებს ეთმობა, ხოლო თითოეული ხატი ლოცვით და შრომით სავსე 24 საათიან რეჟიმში იბადება. ჩემს მაიღო ცუდად. დაპტელობის ვიზით. მოიარა სოფლიო, რაფერდა დედაბატონა სასაცე მივიდა. ვეტრებად ხოლმე. სამდღეში დადგა ფეხზე ისე რომ საოცარი წამოვიდა, შეპინდა. გადასავაშილებ ჩემ სახლის წინა, სადაც მე ბავშვობა გამიტანებიაო და ააშენა ტაძარი. მე უთხარი, მეც ვიუშავე, არავირე, მალეც ფეხზე დავიდეხი და გიყურო ჯანტელი, ჯანსაღი. ნაბიჯებით ახლა გზას წმინდა გიორგის ტაძრისკენ მიუყვება. ტაძრისკენ, რომელიც თავად მოხატა და მისთვის რწმენის საგანძური გახდა. 25 დღის განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად ფუნჯისთვის ხელი არ გაუშვია, რადგან ყოველი შეხება ტაძრის კედლებს სიცოცხლეს ზემდა და დეტალებს სრულყოფილებას ანიჭებდა. ხატ შევეხე საკუთრების ჭერს, რომელსაც სახურავი არ ქონდა. და დღეს ოცხალი ვარ და ის გავაკეთე. ამაზე მეტი რა უნდა ინათ საკუთრების ჭერს რო შეეხე. ხამები არ მეზინა 25 ხამი გადამული ქონდა. დაპარაძე ვარ დამოვიდებული და სასაულია საერთო ამიშოვდა სოშვილი ცივიავად ყოფილა. არ დაუწვე, არ შვის, უფლებამილეცი, არც ექიმოს პროფესორი საავადმყოფოში არ დავწე. ხვალდიდას უნდა შევიდე ხარაჩოზე მეთქი და ამისურდა სოსრება და ავეთი. შარბაზამარას დღეში მასაასპა. არ მიხმარია საერთოდ. სასწაული ხდებოდა, ბავშვი ამცილდებოდა, რომ თუნდაც არ შევიქე და უხაირობა შეგაწო 9 მეტრზე ვიყავი გასული ზემოთ. გვიყვება, რომ ხატწერის გზაზე მრავალი სასწაული გამოუცდია. მისთვის ყველაზე დაუვიწყარი ის დღეა, როცა მამა გაბრიელის ხატს მირონი წამოუვიდა. იმ ხატს, რომელიც მისი ხელით იყო შექმნილი. სწორედ მაშინ დარწმუნდა, რომ მისი საქმე მხოლოდ ხატწერა კი არა, რწმენის მსახურება იყო. ჩემ თვალწინ მოხდა ყველაფერი დაკეტის სახში და ამას სხვა სულეცო შევარდები ჯერები. ეგ საოცრებაა სასწაული. 63 წელი და რამდენი ფამაგაბრიოს ხატს ვიადგები, აჯით ვადგები სიმართლით. მისი ოთახი მუდამ ხატებითაა სავსე, თუმცა თავადაც იცის, რომ ეს დროებითია. თითოეულს ისე ემშვიდობება, როგორც საკუთარ შვილს. მისთვის ეს მარტო გაშორება კი არა, იმედიც არის, რომ ყოველი ხატი ადამიანების გულებს სითბოთი და რწმენით შეეხება, ხოლო მისი ოთახი სულ მალე ისევ ახალი ხატებით აივსება.
მოიცლება სახლიდან მიდის და უკვე აკდება ყველაფერი აქეთ ჩემგარებას უნდა თავა. ახლა სამდღეში სამზადება ყველა თავის ადგილს ახავს საქართველოს ტერიტორიაზე. არც ვეკითხები რომელ ტაძარში ვიძარდება და აბზადებენ. მაგრამ უბრალოდ ვიცი ის მრევლე ვისახშია ხატი და მოიქცევიან ისე და დააბზადებს იქ სადაც საჭიროა. გული აღწევდა თქმა უნდა იმიტომ რომ უცებგად იცარელება გული და სახლი. მაგრამ მალე შეისწება. ამის იმედი მაქვს. მისი ოცნება მარტივია, რომ სიცოცხლეში თავისი ფუნჯით რაც შეიძლება ბევრ ტაძარს შეეხოს და მათ კედლებზე თავისი სითბო და მადლი დატოვოს. მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთი სურვილი არ დაუკარგავს, რომ ხატწერა მომავალ თაობებსაც გადასცეს. სჯერა, რომ ოდესმე გამოჩნდება ის ერთი, ვინც ფუნჯს აიღებს და მის გზას გააგრძელებს. გზას, რომელსაც მალხაზ ნიქაბაძე უკვე 10 წლეულია გულით და წმენით მიუყვება. უნდა ვაკეთო საქმე ამის რომ დავადებული და არ გავჩერდები არასდროს.